მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი ბატონი დავით ზარდიაშვილი. ბატონ დავით, მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ შემომიერთდით ჩვენს პოდკასტში და ვიმედოვნებ საინტერესო საუბარი გამოგვივა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, დიდი სიამოვნებით მივესალმებით თქვენს აუდიტორიას და ვნახოთ რა გამოვა. ჩვენ წადოთ და დიახ. ძალიან კარგი. ბატონ დათო, ეს ბოლო 2 დღეა, უпростоრედ რამდენიმე დღეა, მოდი ესე ვთქვათ, თითქოს დასავლეთი ცდილობს ჩართვას ბელორუსის დომების მიუხედავად რაღაც აკავშირებს ამას უკრაინის კონფლიქტთან იმ კუთხით, რომ თითქოს რუსები აპირებენ ბელორუსის მხრიდან, როგორც 2022 წლის 20 თებერვალს განხორციელდა ეს პირველი მცდელობა რო იყო, თითქოს შეჭრას, ესე იგი, პარალელურად მიმდინარეობს, ესე იგი, აგიტპროპაგანდა იმისა, რომ თითქოს კალინინგრადის დაბლოკვას აპირებენ და ბალტიის ზღვის ბლოკირებას ასევე და მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ ქალბატონი კალასი გამოვიდა და ესეთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რაც მე პირადად გამიკვირდა, რუსებს მოუწოდა, რომ დააბრუნოს ტერიტორიები, გაიყვანოს უკრაინიდან ჯარები, უკრაინას ვინჩივის თურმე უნდა გაიყვანოს რუსეთმა ჯარები მოლდოვიდან და საქართველოდანც კი, რასაც ჩვენ ბუნებრივად მივესალმებით, მაგრამ მე ესეთი შთაბეჭდილება მჯება, რომ ეს არის რიტორიკა და რიტორიკა იმისა, რომ რუსებს გადაალახიონ ის წითელი ხაზი, რომელსაც პრინციპში თავად რუსები უკვე აღარც იცავენ, მაგრამ ეს ჩვენთვის ახლა ნაკლებად ესეთია მნიშვნელოვანი. მე მაშინებს ის, რომ თითქოს მიდის იმ ზღვარამდე, რომ რუსებს გამოსტყუონ სერიოზული დარტყმა. ან კიევზე, ან რომელიმე სხვა ქალაქზე და აი ამის მაგალითად, აი ეს ახალი ამბავია გუშინდელი, რუმინეთის ქალაქი გალაცი რო არ შემიშალოს, ეს დუნაის შესართავთან არის იქვე, უკრაინის მეზობლად. მოხვდა რუსული დრონი. ნუ ყოველ შემთხვევაში რუმინელები ასე ამბობენ და ერთი 15 წუთის წინ პრესკონფერენცია დაიწყო ასტანიდან ვლადიმერ პუტინის, მე უყურებდი და ისე გამოვიდა რა დრონი, ის დრონი ჩვენაშუაში ვართო და მოკლედ აი ესეთ გაუგებრობაში ვართ, მაპატიეთ ამ დივის ამ ცოტა მოზრდილი პროლოგისა, რო არ გაგაწყვეტინოთ ბრძანეთ, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? დიახ, ესე იგი ყველანი ხედავთ ესკალაციის ახალ საფეხურზე გადადის თითქოს და სიტუაცია და თან ხედავთ ერთ რამეს, რაც აშკარად შესამჩნევი გახდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქზე მიიტანეს ეს მასიური სარაკეტო იერიში, ნუ დასაკვირველია ბოლო დარტყმაზე ვსაუბრობ, რომელსაც საკმაოდ შთამბეჭდავი დამანგრეველი შედეგი მოყვა რა და ეს რას მიუთითებს? მიუთითებს, რომ ასე ვთქვათ, კონტროლირებად ესკალაციაში დასავლეთი უბრალოდ ევროპა, იმიტომ რომ შეერთებული შტატები ცოტა განკერძოებით დადგა ამ ბოლო დროს. ევროპა ვერ აქცევს უპირატესობას. სადეს თითქოს რაღაცა კონტროლირებადი ესკალაციის პირობების მართვა, ნუ პირველ რიგში იმითი, რომ იერიშები მიქონდათ რუსეთის სიღრმეში იყო დარტყმა მოსკოვზე, ესეც გაბედეს, ასე ვთქვათ, და ფიქრობდნენ, რომ ამ გზით, ესე იგი, კონტროლირებად ესკალაციაში მართვის უპირატესობით მოპოვების გზით პუტინს უკარნახებდნენ გარკვეულ დღის წესრიგს და მიიყვანდნენ დამარცხებამდე თუ არა, ესე იგი, მისი სამხედრო მანქანის, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად ნეიტრალიზებამდე და პუტინმა აჩვენა, რომ ის არ ერიდება ამ ტემპერატურის აწევას და ამ მართვად ესკალაციაში აქვს დიდი უპირატესობა. ეხლა როგორ ჩანს, უკვე თამაში გადადის, თუ ამას შეიძლება თამაში დავარქვათ, უკვე წითელ ხაზებს მიღმა და შეიძლება ესე იგი უმართავი ესკალაციის მოწმენი გავხდეთ და რა გათვლა აქვს ამის ბრძანეთ. რა გათვლა დგას ამის უკან, ცდილობენ თუ არა მართლა
ასეთ შთაბეჭდილება რჩება უდაოდ. ესე იგი უკონტროლო ესკალაციაში გადაყვანას პროცესის არ ვიცი. ძნელი სათქმელია, რთული სათქმელია. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მელოდებიან რუსეთი გადალახავს წითელ ხაზებს და დაიწყებს ასე ვთქვათ პროცესის კარაგანოვიზაცია, შეიძლება ეს დავარქვათ, ხო? აი კარაგანოვმა რაც ხდება, ანუ ეს იქნება უკვე მძიმე პასუხი და არა მარტო უკრაინაზე, არამედ ევროპის ქვეყნებზე. შეიძლება ეს იყოს ჯერ კონვენციური იარაღით მუქარა და სულაც ამ მუქარის აღსრულება, თავისი ულტიმატუმებით და შემდეგ, როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, უკვე ვითარების კონტროლირება ხდება შეუძლებელი და რა არის მათი კოზირი საბოლოოდ ამ პროცესში, ეს არ ჩანს. ახლა ის რომ თითქოს თუ დაიწყო ნატოს და რუსეთის პირდაპირი კონფლიქტი და შეერთებული შტატები იძულებული გახდება რომ ომში ჩაებას, ეს ძალიან საეჭვო გათვლაა და არც თუ ისე ვთქვათ რაციონალურს გავს. და საერთოდ მიჭირს მე რაიმე რაციონალობის დანახვა ევროპის ამ უკანასკნელი პერიოდის ნაბიჯებში და ძალიან ძნელი სათქმელი. შეიძლება ვიბარაუდოთ ისიც, რომ ეს არის უბრალოდ აფექტი, იმიტომ რომ ესე იგი რაღაც მდგომარეობა მათი მართვის გარეთ არის გასული, ვერ მართავენ ვითარებას. არ არჩანს არანაირი პერსპექტივა, რომ რუსეთი ამ ომს შეწყვეტს, სანამ თავის ასე ვთქვათ მიზნებს არ შეასრულებს და მიზანი გახლავთ, გასაგებია, რომ ამ გეოპოლიტიკურ შეჯახებაში, რომელიც ტერიტორიებისთვის კი არ მიდის ბრძოლა, არამედ მიდის ბრძოლა სივრცეებისთვის, არა, სივრცეებისთვის ფართო გაგებით, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ დასავლეთ შორის შეიძლება ეს მეტაფორა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. და ცხადია, რომ რუსეთს მიზნად აქვს უკვე უკრაინის არა ნეიტრალიტეტი, რაც უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია ამ ვითარებაში, არამედ უკრაინის როგორც სახელმწიფოს ამ ჩამოშლა, ესე იგი პრაქტიკულად ოკუპაცია, ამ კიდე რაც დარჩება უკრაინისგან, მისი ისეთ ვითარებაში დატოვება, რასაც სახელმწიფოებრიობა უკვე პირობითად ერქმევა. ეს აღარ იქნება რაიმე ანგარიშგასაწევი ძალა, არც რეგიონული თვალსაზრისით და რუსეთისთვის ეს საფრთხეს არავითარ შემთხვევაში აღარ შექმნის. აი აქეთკენ არის და რახან ესე კი ევროპა ამ პროცესს ვერ აჩერებს და ეს რასაკვირველი არის ევროპელი პოლიტიკოსების დღევანდელი ისტაბლიშმენტის უზარმაზარი მარცხია რა, იმიტომ რომ მათი ასე ვთქვათ სტრატეგია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე კრახით სრულდება რა და შესაძლებელია ესე კი რახან ეს მართვის მათი კონტროლის მიღმა უკვე ვითარება გასული და ვერაფერს ვერ შვებიან, ეს უბრალოდ იყოს აფექტია რა, აი როგორც ვებერი ამბობდა ხო, მაქს ვებერი, რომ ესე იგი ქცევაში, სოციალურ ქცევაში, ჩვენს პოლიტიკურ ქცევაშიც შეიძლება გამოვყოთ მიზანმიმართულად რაციონალური ქცევა, მიზანმიმართული ქცევა და შეიძლება გამოვყოთ აფექტია რა. ეს შეიძლება ესე იგი ისეთი ვითარება არის, რომ აი მიზანმიმართული არარაციონალური ქცევიდან უკვე ვითარება გადადის ევროპელების მხრიდან რაღაც აფექტურ მოქმედებებში და შეიძლება ამასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვიჩქარებ მას ესე ვთქვათ დასკვნების გამოტანას, პროცესს უნდა დავაკვირდეთ და მთელი მდგომარეობის ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ პრაქტიკულად არაპროგნოზირებადი მდგომარეობაა. თქვენ ბრძანეთ ახლა მანამდე გავისაუბრეთ, რომ ეს იმთხელა ტურბულენტობაა, ისეთი დიფუზური მდგომარეობაა, რომ პრაქტიკულად ძალიან ძნელია რაიმე ასე ვთქვათ მეტნაკლები ალბათობით ახსახდენი პროგნოზების გაკეთება. რა ვნახოთ. არსებობს ძალიან დიდი საფრთხე უკონტროლო ესკალაციის, ეს მინდა აღნიშნო და თუ ამას ასე ვთქვათ შეგნებულად, მიზანმიმართულად, ეს რაციონალური თავითვე არ არის, იმიტომ რომ გასაგებია რა, ამას შეიძლება გამოიწვევს ისეთი მასშტაბის კატასტროფა, რომ უბრალოდ არც ერთი მხარე აქ მოგებული ვეძარჩება რა. თუ ეს მიზანმიმართულად სურთ ასეთ უკონტროლო ესკალაციაზე გადასვლა, მაშინ უნდა გქონდეთ რაღაცა ორიენტირია რა. თუ ასე ვთქვათ კოზირი არა რაღაც ესე იგი კარტებზე რომ დავიყვანოთ ეს რაღაცა ჯოკერი თუ არა,
რაღაცა მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომლისკენაც აქ ორიენტირება აღებული და ამ ვითარებაში მე ასეთ ორიენტირს ვერ ვხედავ. შეიძლება გამოჩნდეს, არ არის გამორიცხული, მაგრამ ამ ვითარებაში ძალიან ძნელი სათქმელია რა იქნება. ახლა დღე-დღეზე არის მოსალოდნელი კიევზე ამ ასე ვთქვათ უფრო დიდი მასშტაბის იერიშის მიტანა ვიდრე იყო ხო ამ რამდენიმე დღის წინათ. გაფრთხილება არის ლავროვის მხრიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, უშუალოდ და პირდაპირ ესაუბრა რუბიოს, ხო? სახელმწიფო დეპარტამენტის შეფს ლავროვი და მოუწოდა რომ ევაკუაციისკენ მიუტიტა, რომ ესე კი უსაფრთხოება თქვენი გარანტირებული ვერ იქნება დიპლომატიურ კორპუსზე საუბარი და გთხოვთ დატოვოთ ეს თქვათ დედაქალაქი უკრაინის, იმიტომ რომ მოსალოდნელი არის მძიმე შეტევა რა, საკმაოდ მასიური არაკეტო და დრონებით თავდასხმა. შემდეგ ამას მოყვა ევროპელების პასუხი, რომ ჩვენ ფეხს არ მოვიცვლით კიევიდან, რუბიოს ხარჯების არაფერი ესეთი რაღაცა ესე ქვა აგდო და თავი შეუშვირო ესეთი პოზიცია არ დაუკავებია. მოზომილი პასუხი გასცა და ევროპელებმა პირიქით რა ეს გამოიყენეს კიდევ უარესი რიტორიკისათვის. მოკლედ რუსეთისგან რიტორიკულად ქვაქვაზე არ დატოვეს და უარი თქვეს ხო ყოველგვარ ევაკუაციაზე და პირიქით რა. ამას მოყვა კიდე ესკალაცია დამატებით ეს რუმინეთის კეისი და პლუს კიდე განცხადებები, აი კალასი ბრძანეთ თქვენ და დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენმაც გააკეთა ძალიან ხისტი განცხადება, მან თქვა რომ რუსეთმა ყველა წითელი ხაზი გადალახა და ჩვენ სხვა გზა არ აგვაქვს, ამას უნდა დაუპირისპირდეთ ეს ასე ვთქვათ გამეორებას გავდა ძალის მუქარის, აი რაც რუსეთის მხრიდან ისმოდა ბოლო დროს და მოკლედ რიტორიკულად ეს უკვე მესამე მსოფლიო ომია, რიტორიკულად. ეს გადაიზრდება თუ არა რეალურად სამხედრო მოქმედებების სახით უკვე ღია კონფლიქტში ნატოსა და რუსეთს შორის ნახოთ. თუ ევროპას ეს ჭირს უნდა ასე ვთქვათ ასეთი მასშტაბის ესკალაციაზე მიდის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მას უნდა კონდეს რაიმე კოზირი, რაიმე მძლავრი არგუმენტი, რომ ამ ვითარებაში ის მომგებიანი პოზიციებიდან გამოვა რა, რაც ძალიან საეჭვოა და ძალიან რბილად რო ვთქვათ, საეჭვოა, იმიტომ რომ თუ კარაგანოვიზაცია მოხდა რუსეთის პოლიტიკის რა, ეს არის პრაქტიკულად საბედისწერო ვითარება ევროპისთვის, ხო, ევროპული ქვეყნებისთვის არა, იმიტომ რომ აღმოჩნდება უშუალო პირდაპირ სამხედრო დარტყმის ქვეშ ეს ტერიტორია და რუსეთს ამისი სამხედრო შესაძლებლობები აქვს. ყოველ შემთხვევაში რაც დაიკვირვება ეხლა ამ ვითარებიდან გამომდინარე, მარტო ორეშნიკზე რო ვილაპარაკოთ და სხვა შეიარაღებაზე არაფერს არ ვთქვათ, ეს ძალიან საშიში რამ არის. აი ძალიან მოკლედ შეიძლება ესე დახასიათდეს ეს ვითარება. რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ სრულიად турბულენტური, არაპროგნოზირებადი, ძალიან საშიში და პრაქტიკულად უკონტროლო ესკალაციის ზღვარამდე მიყვანილი ვითარება გახლავთ. მე პირადად ესე არ შემშინებია 22 წლის 24 თებერვლის მერე. ამას ვამბობ გულახდილად. იყო ამ 4 წელნახევრიან ომში რაღაც ორი ფაზა იყო, როცა თითქოს კრიტიკულ ზღვარამდე მიდიოდა, მერე შენელდა, მაგრამ ეხლა რაც ხდება, as როგორც თქვენ ბრძანეთ, ლოგიკას არ ექვემდებარება და ეს მაშინებს ზუსტად რაღაც რაციო რო იყოს, ვიტყოდით, რომ მიზეშედეგობრივია და გაუყვებოდით და სადღაც რაღაცას დავინახავდით, მაგრამ რაც ეფუძნება საერთოდ ეს რიტორიკა ჩემამდე არ დადის და მე ის მაშინებს რომ ვაბანკზე არ წავიდნენ მხარეები, აი ეს არის ყველაზე ცუდი. ბატონ დავით, არაფერი ახალი არ არის იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო ნატოს გამწევი ძალა.
ჩვენ ვაკვირდებით ტრამპის ახალი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩაეფლო, მოდი ასე ვთქვათ, ეხლა შეგნებულად თუ შეუგნებლად ახლო აღმოსავლეთში რესურსები არის გადანაწილებული. იქ სამხრეთ აღმოსავლეთში თავისი ინტერესების დაცვა უნდა წყნარი ოკეანის აუზში ტაივანს გულისხმობ და როგორც ჩანს, ეხლა უკრაინის ფრონტი თლად პრიორიტეტში არზის, გამომდინარე იქიდან, რომ აშკარად ეთხოვა ტრამპს, რომ რუსეთთან არ უნდა ჭიდილი. ასე ვთქვათ, ამას მოყვება ალბათ შემდეგი ის ნაბიჯი, რომ არ არის გამორიცხული ტრამპმა განცხადება გააკეთოს ხვალ ზეგ-მაზეგ, თუ ეს ესკალაცია ევროპაში გამძვინვარდა, რომ იგი გვერდზე გადგა. და აქ უკვე დგება შემდეგი სახის შეკითხვა. არაერთი საერთაშორისო ანალიტიკოსი ამბობს, რომ აქ შესაძლოა მივიდეს იქამდე საქმე, რომ ესე ვთქვათ, ევროპამ, ამ კოლექტიურმა ევროპამ შესთავაზოს რუსეთს, ესე ვთქვათ, ერთგვარი გაცვლა. და რაც გულისხმობ, დაუშვათ, უკრაინის ტერიტორიის დაყოფა სამ ზონათო, ანუ ნოვოროსია, ანუ რაც ახლა შექმნილი არის, დონბასი, ლუგანსკი და მიმდებარე ტერიტორიები, რაც რუსეთმა შეიტანა კონსტიტუციაში. შემდეგ დასავლეთ უკრაინას, პირობითად გადაინაწილებენ, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, მაგრამ დაუშვათ ასე, დაუშვათ უნგრეთი, რუმინეთი და ასე შემდეგ, პოლონეთს აქ იქ ვიცით ყველაზე დიდი ინტერესები დასავლეთ უკრაინაზე და სანაცვლოდ რუსეთმა უნდა დათმოს აგრესიული პოლიტიკა დასავლეთ ევროპის მიმართ. ანუ რას გულისხმობ, რომ ესე იგი ბალტიისპირეთზე დეკლარირებულად მოახდინოს ის, რომ ის არ შეუტევს ბალტიისპირეთის ქვეყნებს და არ შეუტევს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და სამაგიეროდ ევროპა არ შეუტევს და არ დაბლოკავს კიონიგსბერგს, ანუ აი, ეხლა ეს იცით რა არის, ეს რო იყოს მოარული საუბრები, ამაზე არც თქვენ დროს დავაკავებდი და მეც ტვინს არ გადავიტვირთავდი, მაგრამ საკმაოდ წონადმა ხალხმა თქვა ეს საერთაშორისო ექსპერტებმა, როგორც რუსმა, ასევე იგივე ამერიკელებმა. და აი, რას ფიქრობთ თქვენ ამ ექსჩეინჯზე, შესაძლებელია თუ ესეც მორიგი? აი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ მაშინ ძალიან არათანმიმდევრულად აკეთებენ იმას, თუ მიზნად აქვს გარკვეული გარიგება, მორიგება, შეიძლება ეს ექსჩენჯი იყოს რაიმე, ასე ვთქვათ, რაღაცა შეთანხმება, რომელიც ვითარებას განმოხტავს. მაშინ სრულად არათანმიმდევრულია, იმიტომ რომ უკონტროლო ესკალაცია ამისთვის საჭირო არ არის, ხო? საკმარისი უბრალოდ პირიქით რა, საკმარისი არის ესკალაცია, ასეთი ასე ვთქვათ, კონტროლირება წესში გაჩას. პირიქით იყოს, ვთქვათ, ინტენსივობის შემცირება რა, დაძაბულობის განეიტრალება. ნახოთ, თუ ასე დასაკვირვებია, ესე იგი თუ საფრთხეებიდან შევხედავთ უტარებას, ეს კარგი გამოსავალი იქნებოდა. იმიტომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, უკრაინაში მდგომარეობა არის მიყვანილი, ასე ვთქვათ, გამოსავალი იმ მდგომარეობამდე, როცა 2022 წლის ვთქვათ აპრილის სტამბოლის ფორმატის დროს მიღწეული შეთანხმების მიღმა მოითარება. აქ უკვე საკმარისი რუსეთი არ დათანხმდება უკრაინის ფორმალურ ნეიტრალიტეტზე რა, ის ეცდება უკრაინა გახადოს ესე არაქმედუნარიანი სახელმწიფო, გამოუთხაროს ძვირი უკრაინის პირველ რიგში სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ მნიშვნელობას, რომ არავითარ შემთხვევაში ესე იგი აღარ იყოს მოსალოდნელი ამ უკრაინის გამოყენება რუსეთის შესატევად. დიდი ნაწილი ტერიტორიისა იქნება ოკუპირებული, დაახლოებით ასე ფიქრობენ. უკრაინაში იქნება რუინა, როგორც ისტორიულად ის დამახასიათებელი და კარგი ხნის განმავლობაში პოლიტიკური სტაბილურობის წევა იქნება შეუძლებელი და აი ასეთი პერსპექტივა ჩანს. თუ კი ევროპა მოახერხებს და აი ასეთ ექსჩენჯზე წავა, ასე
მოილაპარაკებს რუსეთთან, რაც საკუთული იქნება. და აი თქვენაც პირობები ჩამოთვალეთ. ეს რასაკვირველია, ყველაზე კარგი გამოსავალი რაციონალური თვალსაზრისით შეიძლება სწორედ ეს იყოს. მაგრამ ესე იგი კითხვის ნიშანი ჩნდება, რომ მაშინ ისთვის ჭირდება. უკაცრავად ეთყობა გაწყდა კავშირი, ეხლავე შემოვა ბატონი დავით დაგვიბრუნდება ერთი წამით. დიახ, ანუ ასე ამის მინდა რომ თუ მიზნად არის რაღაცა რაციონალური შეთანხმება რუსეთსა და ევროპას შორის, თუნდაც ტერიტორიების გაცვლის ფორმატით შეიძლება ამაზეც საუბარი. ანუ დასავლეთ უკრაინა პირდაპირ შედის ინკორპორირდება ევროკავშირში, გარკვეულ სახელმწიფოთა შორის გადანაწილდება. თქვენ უკვე ბრძანეთ, რომ ეს სახელმწიფოები იქნება რასაკვირველია პოლონეთი, უნგრეთი და რუმინეთი, რომლებიც ესაზღვრებიან უკრაინას. ყველას რაღაც გარკვეული წილი შეხვდება, ხოლო დანარჩენი, ასე ვთქვათ, მალურასიას და ნოვორასიას თუ გავერთიანებთ, ეს რასაკვირველია დარჩება რუსეთს. ნახოთ, ეს პერსპექტივა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამას ჭირდება თანმიმდევრული პოლიტიკა და ამას ჭირდება დიპლომატია, ხო? და არა ვთქვათ დაძაბულობის კიდევ უფრო დამუხტვა რა, კიდევ მე დაძაბულობის შექმნა და ამ ესკალაციის გადაყვანა უკვე უკონტროლო რეესტრში რა, ეს პირიქით რა, სტულს გახდის უკვე მოლაპარაკებებს. ჯერჯერობით არის ისეთი მდგომარეობა, რომ ძალიან არახელსაყრელი ფონი არის რაიმე დიპლომატიური ნაბიჯების გადასადგმელად რა. არის ძალიან მძიმე რიტორიკა, როგორც რუსეთის მხრიდან ევროპის მისამართით, ასევე პირიქით. არის, ასე ვთქვათ, ურთიერთფობია, პირდაპირ შეიძლება ეს აბსოლუტური მიუღებელობა ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც და არის, ასე ვთქვათ, რუსეთის მხრიდან იგივე ვთქვათ კარაგანოვიზაციის საფრთხე, ანუ ესე იგი პირდაპირ კონფლიქტის საფრთხე ნატოსთან და ნუ თავისთავად ნატოს მხრიდანაც არის ასეთი საფრთხე და თუ გავთვალისწინებთ მათ რიტორიკას, ისინი მზაობას გამოთქვავენ ამ კონფლიქტის გასაღებად რა და შემთხვევაში პირიქით თავადვე ცდილობენ გაავიონ ეს გასაგებია. ეს ძალიან საშიშია, იმიტომ რომ არ მგონია რომ ევროპას შეერთებული შტატების თქო სამხედრო მონაწილეობის გარეშე გააჩნდეს საკმარისი სამხედრო რესურსი კონვენციურ ომში თუნდაც რომ რუსეთს აუპირისპირდეს კიბოთ. კი, ესე იგი ყოველ შემთხვევაში ისეთი ვითარება რომ ესე იგი ცალსახად გაიმარჯვებს ამ დროს ევროპა ძალიან სათუოა და ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და წარმოიდგინეთ თან გრევის მასშტაბი, მსხვერპლის მასშტაბი, რაც შეიძლება ამას მოყვეს რა, ეს ამის წარმოდგენაც კი შემზარავი ამბავია და ეხლა ვის რაში ჭირდება დანგრეული ევროპა, რა თუნდაც ეს ევროპელ პოლიტიკოსებს და ღირს თუ არა ვთქვათ იგივე რუსეთის დამარცხება თუნდაც ამ ხელა მსხვერპლის ფასად, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. გვიანდექით აგერ ეს ომის დასაწყისში ეს ცნობილი იყო ჰაბერმასის დილემის სახით, ეს ჰაბერმასმა ჩამოაყალიბა კიდეც და თქვა, რომ დიახ, ჩვენ დემოკრატიის რის ფასად, რა ფასი დაგვიჯდება ეს და ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, პასუხგაუწეველი კითხვა რა. უღირს კი ევროპას, ასე ვთქვათ, დემოკრატიის ბრძოლა, დემოკრატიისთვის საკუთარ ჩავშალთ რასაკვირველია წყალებში, იმიტომ რომ საკმაოდ ვითარებული ევროპაში და მთელ მსოფლიოშიც რომ
ამ ლიბერალური დემოკრატიის მიმართ გულგატეხილობა და გულაცრუება ძალიან საგრძნობია და როცა ესეთი ღირებულებითი კრიზისია, მაშინ საერთოდ ჰაბერმასის დილემაცაც კი საზრის ეკარგება, რისთვის ომობს ევროპა, თუ რუსეთთან ომობს. ეს არის საბედისწერო ომი, ძალიან საბედისწერო ომი, უზარმაზარი მსხვერპლითა და გრევით, რასაც ევროპელი ხალხები გადაიხდიან და რას გადაიხდიან აი ამ ფასს, რისთვის? აი ეს არის პრაქტიკულად პასუხგაუწეველი კითხვა. და თითქოს აი წერას ყავთ ატანილი რაღაც ისე მოქმედებენ და მე მაგალითად ვერ ვხედავ რაიმე რაციონალურ საზრის რომ ღირდეს ამის გაკეთება. თუ რაღაცა ესე იგი ეს რაღაცა პოლიტიკურ გათვლებთან არის დაკავშირებული ძალიან საერთოა თქვენაც ბრძანეთ რომ იქნება ამისი შედეგი იყოს სწორედ ეს მორიგება და გარიგება, მაგრამ არ გავს ამას. თუ ესეთი მიზანი აქვს, სულად არათანმიმდევრული და არამიზანმიმართული და აფექტური მოქმედება უფროა ვიდრე რაიმე ალგორითმი, რომელიც ვითარებას განმუხტავს. დიახ. სამწუხაროდ ძიმე მდგომარეობაა, დიახ. ხო, თითქოს ჩიხში შევიდა უკვე დიდი პოლიტიკა და ამას რა მოყვება მართლა არავინ იცის. ხო, არ ვიცი ესე კი ეპოქალურ კრიზისს გავს უკვე, დიახ, შეიძლება ასეც შევხედოთ და დავხასიათოთ ვითარება. ბევრი ანალიტიკოსი, ექსპერტი მოაზროვნე თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ინტელექტუალური ასე ვთქვათ ბირთვი არა დღევანდელი კაცობრიობის სწორედ ასე ახასიათებს ვითარებას, რომ ეს არის ერთგვარი ფაზური გადასვლა. ჩვენ გადავიარეთ უკვე პოსტმოდერნის ეპოქა, შევედით ეგრეთ წოდებულ მეტამოდერნში და აბსოლუტურად შეიცვალა პარადიგმები ისტორიული განვითარების. დღეს ესე იგი მთავარი დილემა ამ მეტამოდერნში არის ის, რომ მეტამოდერნი ირყევა ერთგვარ კანქარასავით არის, ოსცილირებს. ასე ვთქვათ, მოდერნის ენთუზიაზმს და აი ამ პოსტმოდერნის ცინიზმს შორის. და რატო? იმიტომ რომ გაჩნდა თითქოს რაღაც გარკვეული ტექნოლოგიური ოპტიმიზმი, მიიჩნევა, რომ გამოსავალი არის ტექნოლოგიური სინგულარობა, ასე ვთქვათ, ტრანსჰუმანიზმი და პოსტჰუმანიზმი. და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით საკაცობრიო პრობლემების მოყვარება, ტექნოლოგიური სინგულარობა ეს არის, ხო, როცა ესე იგი კაცობრიობა აღწევს ტექნოლოგიის იმ დონეს, როცა რეალურად შემდგომი განვითარება მოვლენებისა უკვე ადამიანებზე კი აღარ არის დამოკიდებული, არამედ დამოკიდებული არის უკვე ზოგად ხელოვნურ ინტელექტზე და შემდეგ უკვე სუპერ ხელოვნურ ინტელექტზე. ეს რა შედეგებს მოიტანს, რთული სათქმელია, ასეთი ასე ვთქვათ პროგნოზი ძალიან ძნელი გასაკეთებელი, ესე იგი ერთი მხრივ ეს მიმართულება არის, ესე იგი სინგულარობისკენ და მეორე მხრივ არის გასაკვირველია ესეთი ტოტალური ღირებულებითი კრიზისი, დიფუზია, სხვადასხვა სისტემების ერთმანეთში შეჭრა, არევა, ღირებულებების ეროზია და ისეთი პოლიტიკური პარადიგმები, რაც აქამდე აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, ხო? ვერავინ ვერ წარმოედგინდა, თუნდაც 5 წლის წინ ან 10 წლის წინ ის რაც მოხდა მაგალითად ირანის წინააღმდეგ შეტევის დროს, არა, ეს დეკაპიტაციის აქტი, არა, როცა ესე იგი ერთი მსოფლიო რელიგიის ერთ-ერთ ლიდერს და თან დამოუკიდებლად სახელმწიფოს მეთაურს დისტანციურად არაკეტო დარტყმით მოუღებდნენ ბოლოს, არა, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, ეს იგივე მადუროს გატაცება, არა, ასეთი დემონსტრაციულობა. ბატონ დავითის, რა თქვენ ახლა ბრძანეთ, შევახსენოთ მაყურებელს, რომ ეს დონალდ ტრამპის პირველი კადენციის დროს მოხდა, როცა სულეიმანი სირიის გაანადგურეს დრონით. დიახ, მაგრამ ეს მასშტაბია, ხო, ესე იგი ეს სულეიმანი გასაგებია, ეს გარკვეულად
სპეცსამსახურების ფარული ომი არის, რომელზეც ყველა დროში და ყველა ეპოქაში ეს გასაგებია და ხდება ხოლმე და ის ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა თავისთავად სპეცსამსახურების ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი იყო, ინდივიდუალურად რისკავდა რა, საკუთარი სიცოცხლით, იცოდა რასაც აკეთებდა და ეს არ გადის, ასე ვთქვათ, იმ მოდელიდან დაპირისპირების, რაც მუდამ არსებობდა რა, ისტორიულად, ტრადიციულადაც და მოდერნის დროსაც და პოსტმოდერნის დროსაც და ალბათ ეს ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ის რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ხორციელდება ესეთი დეკაპიტაციური დარტყმა, უნდა მოისპოს სახელმწიფოს მეთაური, სულიერი ლიდერი და მასთან ერთად, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღები მთავარი, ასე ვთქვათ, ადამიანები, შტაბი, ასე ვთქვათ, ეს რასაკვირველი აქამდე არ მომხდარა. მე მაგალითად ისტორიულად არ მახსოვს ეს. ვერც გავიხსენებ, არამედ არ მომხდარა, უპრეცედენტო. და თუ ეს, ასე ვთქვათ, გაგრძელდა, არა, მაშინ ძალიან რთული სათქმელია, რომ ეს, ასე ვთქვათ, ეს ტექნოლოგიური სინგულარობა აი ასეთი დაუნდობლობის და არაადამიანური მეთოდებით გადაწყვეტილებების აღსრულების გზით სადამდე მიგვიყვანს, არა? ესე კი აქ წარმოიდგინოთ რა საფრთხეა, რომ სინგულარობა ნიშნავს იმას, რომ ვითარებას მართავს არაადამიანური ალგორითმი, არა? ეს არის გარკვეული, ასე ვთქვათ, მოქმედებების ერთობლიობა მათემატიკურად გათვლილი, გათვლაზე დაფუძნებული, რაციონალურ შედეგზე თავიანთი დაფუძნებული, რომელსაც ეთიკა ვერ აჩერებს, ვერავითარ ეთიკური პრინციპი ამას ვერ გააჩერებს და თუ კი ადამიანურობისგან დაიცალა პოლიტიკაც, რასაც თვალს ვადევნებთ, არა? ეს პრაქტიკულად ნიშნავს კაცობრიობის კაპიტულაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარა ვართ საკუთარ ნებაზე დამოკიდებული და მთლიანად საკუთარ არამარტო სიცოცხლეს, არამედ მნიშვნელობას, რაც ყველაზე უფრო საშიში შეიძლება იყოს, ვამდობთ რაღაცა ხელოვნურ ინტელექტს, რაღაცა ალგორითმს, არა, რომელიც საკმაოდ ძიმე მდგომარეობად ჩანს ეს ყველაფერი, ამის თქმა შემიძლია. ხო და აი ამ კრიზისის, ესე იგი მეტამოდერნული კრიზისის გამოხატულება არის, ესე იგი მოდერნს ჰქონდა ხო თითქოს ოპტიმიზმის საფუძველი, იმიტომ რომ გახსოვთ არა ალბათ რომ ესე ბევრი პოზიტიური მომენტი იყო, რა თქმა უნდა. კი, რასაკვირველია და ესე იგი გონების მიმართ, ამ ცოდნის მიმართ, ადამიანის გონების უსაზღვრობის და შესაძლებლობების მიმართ მწმენაა რა. თუ გახსოვთ ეგ განმანათლებლების ესე იგი ამ ფრანგი ენციკლოპედისტების აქტი რა, დიდი რევოლუციის დროს, როცა ნოტრ-დამში აღმართეს, ასე ვთქვათ, გონების ქალღმერთია რა, ეგ აღასაკრეს და ეს გონების მიმართ ეს წმენა იყო საკმაოდ დიდი ოპტიმიზმის მომცემი რა და ნუ საბოლოო ჯამში ეს მოდერნული ილუზია დასრულდა რა, აი დასრულდა პოსტმოდერნით, როცა მოხდა ყველა დიდი ნარატივის, ასე ვთქვათ, დეკონსტრუქცია და მივედით სულ უსაზრისობამდე, ნიჰილიზმამდე და ვითარება შეიცვალა, აი 2012 წელს გამოჩნდა ეს ტერმინი პირველად, ხორმა ჰოლანდიელმა ფილოსოფოსმა წარმოაყენა ეს კონცეფცია მეტამოდერნია რა, ანუ გამოჩნდა თითქოს ახალი ოპტიმიზმის რაღაც საფუძველია რა. ну პირველ რიგში ეს იყო ვთქვათ ეს მწვანე ეკონომიკა, ასე ვთქვათ ეკოლოგია, კიდევ ბევრი რამ, ასე ვთქვათ სოციალურად ორიენტირებული ბაზარი, უკვე სხვა პრინციპებით, ინკლუზიური კაპიტალიზმი და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში რასაკვირველია ეს ტრანსჰუმანიზმი, პოსტჰუმანიზმი არა, მაგალითად იუელ ნოა ჰარარის თეზისი homo deus არა, ანუ ესე იგი ადამიანის განხრობა ტექნოლოგიის მეშვეობით, ხელოვნური ინტელექტი იგულისხმება და აი ეს მეტამოდერნმა შექმნა, როგორც თავის დროზე მოდერნმა შექმნა რა, ძალიან დიდი ილუზია გონების ყოვლის შემძლეობის შესახებ
მეტამოდერნმა უკვე შექმნა ეს ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიის საბოლოო იგივე მითია, რაც მოდელს ჰქონდა, ოღონდ უკვე აყვანილი ძალიან მაღალ ხარისხშია რა და შექმნა ეს ახალი მითი, რომელიც რასაკვირველია ხდება თან ეს პოსტმოდერნის დროს, როცა ყველაფრის დეკონსტრუირება ხდება მყისვე, წამიერად, რა ნებისმიერი ახალი იდეა რომ გამოჩნდება, იმ წუთას გამოუჩნდებიან მას არა მარტო ესე იგი კრიტიკოსები მოდერნული რაკურსით რო შევაფასოთ, არამედ გამოუჩნდებიან, ასე ვთქვათ, მასხარად ამდებნი რა. რაც არ უნდა ბრძოლი აზრი გამოთქვა, გამოჩნდება ადამიანთან წყება, რომელიც ამას მასხარად აიგებს, სასაცილოდ გავს. ნუ ცინიზმის, ასე ვთქვათ, ობიექტად აქცევს რა და აი ამ ვითარებაში ვირყევით რა, ერთდროულად ესე იგი თითქოს ამ ტექნოელიტას გაუჩნდა ოპტიმიზმის საფუძველი, მაგალითად დასავლეთში წარმოიშვა მიმართულება, რასაც ბნელ განმანათლებლობას ეძახიან, კერტის იარვინი, ვთქვათ, ნიკ ლენდი განსაკუთრებით ეს ძალიან ისეთი ფიგურა, ასე ვთქვათ, ოკულტიზმის მიმდევარი და საკვი მისი ტერმინია ეს ბნელი განმანათლებლობა, ანუ რა უკვე არა გონების, არამედ ხელოვნური ინტელექტის, ანუ ამ ალგორითმების ყოვლის შემძლეობის წმენა ყოველგვარი ჰუმანიზმის გარეშე. მოდერნის იდეა მაინც ჰუმანიზმი იყო, კი, ღმერთს მოაგდო კვარცხლბეკიდან, მაგრამ ამ კვარცხლბეკზე დააყენა ადამიანი და ეს ადამიანი რო არ წაქცეულიყო, ყავარჯნებად იდეოლოგიები გამოიგონა, ხო? ესე იგი რელიგიის ნაცვლად მისი სიმულაკრები, ყავარჯნები ერთგვარი და ნუ რაღაცნაირად მოვედით აქამდე როგორც მოვედით და ეხლა როცა ესე იგი ეს ადამიანს კვარცხლბეკიდან გადმოგდებულია ამ პოსტმოდერნის დროს თავის ყავარჯნებიანად რა, აი მოდის უკვე ეს მეტამოდერნული ახალი მითი და რა, ესე იგი იუვალ ნოა ჰარარის თუ დაუჯერებთ იდეოლოგიებს, იგივე ნიკ ლენდს და იგივე კერტის იარვინი მაინც ჰუმანიზმის ფარგლებში რჩება, მაგრამ ეს ნიკ ლენდი გადის იქით, ხო და ესე იგი ჩვენი ისტორია უნდა დამთავრდეს, როგორც ეს ფუკუიამა მიწინასწარ მეტყველა, უნდა დამთავრდეს არა სიმბოლური თვალსაზრისით, რა, რასაც ფუკუიამა გულისხმობდა, იმიტომ რომ ძირითადი წინააღმდეგობა ისტორიისა გადაწყდა რა და აქედან იწყება უკვე მუდმივი სამოთხია რა, ასე არა. არამედ საკმაოდ პესიმისტური თვალსაზრისით, რომ ესე იგი კაცობრიობის ისტორია ფიზიკურად უნდა დამთავრდეს და დაიწყოს ვთქვათ პოსტ-ადამიანის, რომელიც იქნება უკვე ბიოლოგიურად სხვა სახეობა, შესაძლებელია ეს იყოს ბიოლოგიური და არაბიოლოგიური ორგანიზმების, ნაერთი ხო ალბათ. ერთგვარი კიბორგი ხო, კიბერნეტიკული ორგანიზმია რა. აი იწყება იმათი ერა უკვე და ეს რასაკვირველია არც თუ ისე სასიკადულო მომავალს გვპირდება რა. და ვარბიდა მაინც მისტიურ ნაწილში გადავდივართ, ანუ სამყაროს მეტაფიზიკურ განხილვაში. ფიზიკამდე მივდივართ, კი და ხანდახან გონია მეც რომ ესე იგი ამ ვითარების ახსნა, ასე ვთქვათ, რაციონალობის ფარგლებში, ასე ვთქვათ, მეტაფიზიკური ლოგიკით არ გამოდის. არ გამოდის და ზოგჯერ უნდა მიმართოთ ხოლმე უკვე კარგად დავიწყებულ ძველს, ნუ თუნდაც არც თუ ისე დავიწყებულია ეს, მაგრამ ის პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლება აღორძინდეს, ასე ვთქვათ, მაგალითად კარლ შმიდტის პოლიტიკურ თეოლოგიას, რა, ანუ იმ იდეას, რომ ყველა ძირითადი ცნება, რასაც დღევანდელი მოდერნული სახელმწიფო იყენებს თავისი შინაარსით, არის სეკულარიზებული თეოლოგიური ცნება. ამას ამბობდა ერთ-ერთი მთავარი თეზისი კარლ შმიდტისა ეს გახლავთ. და როცა ჩვენ ახლა დღეს თვალყურს ვადევნებთ, ესე იგი საერთაშორისო სამართალი იქნება, ეს სუვერენიტეტი იქნება, ჰუმანიტარული სამართალი იქნება, ამისი ასე ვთქვათ, დაშლა ხდება, ჩვენ თვალწინ ხდება ეს, ხო?
რასაკვირველია ამაში რაღაც გარკვეული თეოლოგიური ანალოგიებიც უნდა მოუნახოთ. არა, ესე დაახლოებით ის რაც ხდებოდა მაგალითად დიდი ქართეხილების დროს, როცა ეპოქა იცვლებოდა, არა, ერთი ეპოქა იცვლებოდა მეორე ეპოქით, რა. რომ მაგალითად ესე იგი შუა საუკუნეების დასასრული, ვთქვათ, ეს ინდუსტრიალიზმზე გადასვლა, მოდერნის შემოყვანა და ნუ რა თქმა უნდა ამას წინ უძღოდა, ვთქვათ, ევროპის მაგალითზე განვიხილავთ ამას. დიდი ომია რა, 30 წლიანი ომი, რელიგიური ომი, რომელმაც პრაქტიკულად გააცამტვრა რა ეს მთელი ევროპა და სწორედ ამის მერე გახდა შესაძლებელი ეს ვესტფალიის ზავი და ეს საერთაშორისო სამართლის იმ სახით ჩამოყალიბება, რასაც ჩვენ მას ვიცნობთ. მიუხედავად მისი რამდენიმე გზის მოდიფიკაციისა, მაგრამ პრინციპები ეს ხუთი მთავარი პრინციპი რაც ვესტფალიის ზავმა შემოიტანა, ის არასდროს არ ყოფილა საკამათო ვიდრე დღემდე. დღეს ეგ უკვე საკამათო გახდა. საკამათო გახდა თუნდაც აი ამ ირანზე დეკაპიტაციური დარტყმის დროს და საერთოდ უკვე ისეთი ვითარებაა საერთაშორისო, რომ სუვერენიტეტი როგორც ასეთი აღარ განიხილება, ასე ვთქვათ, საკრალულ კატეგორიათა რანგში. ეს ასეა უკვე. სამწუხაროდ ისეა. სამწუხაროდ ასე. უკრაინა არის აგერ მაგალითი, ნუ ათელი მაგალითი. ირანი. ჩვენ ახლა თქვენ საუბრობთ ძალიან საინტერესოდ ესე აკადემიურად დეჰუმანიზაცია თანამედროვე სამყაროსი და პოლიტიკური პროცესების. და აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ ცინიზმი, რომელიც გამოტანილია ფრონტის ხაზია პოლიტიკაში და აქვე მინდა ზუსტად ორმაგ სტანდარტებზე ვისაუბრო, რაც არ ახალია ახლა ევროპისთვის და ზოგადად დასავლური პოლიტიკისთვის. და მინდა ესეთ რამეზე მინდა თქვენი აზრი მოვისმინო. აი 26 მაისი იყო რამდენიმე დღის წინ, ჩვენთვის საქართველოსთვის ღირსშესანიშნავი დღე, სიდიადის დღე, მე ესე ვიტყოდი და რაც არ უნდა უცნაური იყოს, აი ამ შექმნილი ვითარები და რაც ევროპაში ახლა თქვენ კარგად მიმოიხილეთ, ამის ფონზე საელჩოები არაერთგვაროვან განცხადებებს აკეთებდნენ, ცოტა არ იყოს რადიკალურს. დიახ. რატოღაც არ ულოცავდნენ არსებულ ხელისუფლებას და ულოცავდნენ ხალხს, ამაში ერთი შეხედვით არაფერია ცუდი, ხალხს ხო ულოცავენ, მაგრამ აქ კითხვის ნიშნის ქვეშ მე ესეთი შტაბ-ბეჭდილება დამჭა, რომ აყენებდნენ ლეგიტიმაციას არსებული ხელისუფლების. კარგია თუ ცუდია, ეს ჩვენი არჩევანია, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია და ბოლო-ბოლო 28-ს მოვა და შემდეგ 32-ის და ასე თუ ისე საქართველოს ახერხებდა ყოველთვის თავის ასიკეთოთ ხელისუფლების მოყვანას სათავეში, მაგრამ აი ეს რა სტანდარტებთან გვაქვს საქმე? ესეც ცინიზმია, ესეც დეჰუმანიზაციის ნაწილია და აი კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, აი ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, რამაც ყველაზე ძალიან გამოკვირვა, იყო რუბიოს განცხადება და მე მგონი 48 საათში მერე იყო უკვე ტრამპის განცხადება, რომელიც უშუალოდ ბატონ ყაველაშვილს მისამართით იყო და ესე იგი სახელმწიფო დეპარტამენტმა გაიმეორა ევროპის ტონალობა და მიულოცა ასე ვთქვათ ხალხს და უკვე ამერიკის სამწუხაროდ გაითიშა. არა შემოვიდა. ბატონ დავით. ხო. ეს საუბრობდი და აი ეს იყო ნათელი მაგალითი, რომ რუბიო მოიქცა როგორც კოლექტიური ევროპა და აი ტრამპმა უკვე პირადად მიმართა საქართველოს ხელისუფლებას და რასთან გვაქვს საქმე, რამდენდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? დიახ, ეს არის სწორედ აი კრიზისის გამოხატულება, რაზეც აი ხლა ვისაუბრეთ დიდხანს საკმაოდ რაღაც რელიეფურად, მაგრამ ძირითად ასპექტებს შევეხებთ და რა თქმა უნდა ეს არის სწორედ ის, რომ სუვერენიტეტის ცნება აღარ განიხილება როგორც ხელშეუხებელი საკრალური კატეგორია. როცა ესე კი იწყებენ, ასე ვთქვათ, დიფერენციაციას ხალხისა და ხელისუფლების და ასე ვთქვათ, ერთმანეთს აპირისპირებენ ამას საგარეო აქტორები არა, ну რასაკვირველია აქ სუვერენიტეტის პატივისცემაზე ლაპარაკი უკვე ძალიან რთულია.
ბუნებრივია საქართველოს შიდა ვითარება ეს არის ჩვენი სუვერენული საქმე და როცა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე არის ლაპარაკი, ნებისმიერმა საგარეო პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა აღიაროს ის ხელისუფლება, რომელიც მოცემულ მომენტში არსებობს სახელმწიფოში. ეს არის ანაბანა საერთაშორისო ურთიერთობებისა რა და თუ კი ვინმე შეეცდება რომ საქართველოში ესე კი ეს გამიჯნოს ეს ორი რამ ერთმანეთისაგან და ილაპარაკოს მთავრობისა და ხალხის რაღაცა დაპირისპირებაზე ან დაპირისპირებაც რომ არა სხვადასხვა ასე ვთქვათ კატეგორიებად განიხილოს ეს ორი სუბიექტია რა ну რასაკვირველია ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა აი სწორედ იმ ვესტფალიის პრინციპებზე რომელზეც საუბრობდით რა ვესტფალიის პრინციპი ესე იგი რელიგიური ომები რო იყო ერთ-ერთი მთავარი პრინციპი რითაც მე საძირკველი ჩაეყარა რა საერთაშორისო სამართალს იმ სახით რასაკეთებს ვიცნობთ არის ეს რომ ვისიც არის ქვეყანა იმისი არის ჯული ანუ იმაზე დავარო ესე იგი ჩემი ღირებულებები ჯობია შენი ღირებ ჩემი დემოკრატია ჯობია თუ შენი დემოკრატია ჯობია ჩემი ასე ვთქვათ ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენი ეს არის აბსოლუტურად წყლის ნახვა აქედან გამომდინარეობს ესე იგი შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპი ჩვენი შიდა წყობილება ჩვენი ღირებულებები დემოკრატია ჩვენში თუ არ არის დემოკრატია და ასე შემდეგ ეს არის თავიდან ბოლომდე ჩვენი გადასაწყვეტი ჩვენი ჯული ჩვენია და არა იმათი განსახილველი როცა ესე კი ეს ხდება საკამათო და სადავო რასაკვირველია ეს ანგრევს საერთაშორისო სისტემას აი იმას რასაც თვითონ ეძახიან წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს თუმცა ეს წესები მათივე მოგონილია რა ხო და ესეთ უცნაურ ვითარებაში ვართ და მეორე მხრივ რასაკვირველია ეს ხდება ბუნებრივია პროპაგანდის ინსტრუმენტი ასეთი დამოკიდებულება და გასაგებია მათი პოლიტიკური მიზანი არის როგორმე საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ ქართველი ერის ნების მონაწილეობის გარეშეა რა ეხლა აქ დემოკრატიული მექანიზმი კი არის რასაკვირველია არჩევნები მაგრამ თავარი აქ ეგეც არ არის თავარი არის სუბიექტის ნება ქართული ერი არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი საქართველო არის ისტორიული სამართლის სუბიექტი ისტორიის მუდმივი თანამგზავრი სუბიექტი და ცხადია რომ როცა მის ნებას ასე აგდებულად უყურებენ ამას საქართველოს მხრიდანაც მოყვება შესაბამისი რეაქცია რა ბუნებრივი კარგია რომ ესე იგი რუბიოს განცხადებას მოყვა ტრამპის განცხადება და მან აღადგინა ასე ვთქვათ შეიძლება უწოდოთ ამას გარკვეული სტატუს quo და როგორც ეს მიღებულია დიპლომატიური ეტიკეტით და ეს ასეა სახელმწიფოს მეთაური მიმართავს სახელმწიფოს მეთაურს არა პარლამენტი მიმართავს პარლამენტს ну დაახლოებით ეს სქემატურად რო წარმოვიდგინე ყოველთვის ასე არ არის მაგრამ ძირითადად ასეა და როცა ესე იგი ცუდ ტონზე გადადიხარ მოვიტომ ფრანგები რაც წამობენ არა ამას დიფუზიას ჩადიხარ ანუ აღრევა ხდება ეს უკვე სხვა ღირებულებების შემოტანა არის დიპლომატიური ეტიკეტში და ესე იგი სახელმწიფოს კი არ მიმართავ ანუ ოფიციალურ დე იურე ხელისუფლებას არამედ აბსტრაქტულად მიმართავ საქართველოს ხალხს და იმას ულოცავ რაღაც თარიღს ეს რასაკვირველია პროპაგანდისტული მიზნით ხდება გასაგებია მაგრამ თავარი უბედურება აქ ის არის რომ ეს ანგრევს ეს ასეთი ქცევა ანგრევს საერთაშორისო წესრიგს არა საერთაშორისო სამართალს და ნუ რას იწვევს სუვერენიტეტის როგორც ერთ-ერთი მთავარი ცნების ამ ურთიერთობებში დიფუზიას და ეროზიას დაშლას ამისას და თუ ეს ცნება დაიშალა მაშინ ჩვენ მივდივართ საკმაოდ ისეთ ვითარებამდე რასაც ქვია ცივილიზებულობის ფარგლებს გასვლა და ბარბაროსობა ხო რეალურად ბარბაროსობა და ნუ ამ ბარბაროსობის
ასე ვთქვათ, ვიზუალიზაციას დღევანდელ მსოფლიოში ვხედავთ კიდეც და ბევრგან შეიმჩნევა ეს საუბედური. ეს ძალიან საშიში გზაა და კიდევ ერთხელ ხა რაც არ უნდა დიდი იმედი გქონდეს ხელოვნური ინტელექტისა, ბარბაროსისთვის არც ხელოვნური ინტელექტია საშველი და არც არაფერი, ხო? ტექნოლოგია ვერ გიხსნის ველურობისაგან, რა, ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმე რეალობა, რასაც ჩვენ ახლა ვეჯახებთ. საქართველოს ჩემი ხედვით შედის ახლა რაღაც განსაკუთრებულ, განსხვავებულ თავის პოლიტიკური ისტორიის ყველაზე ალბათ მნიშვნელოვან ეტაპზე და ეს არის თვითგამორკვევის მომენტი. მე ასე ვხედავ. რა თქმა უნდა. და ესე იგი, რატო ვამბობ ამას? 90 წლიდან რეალურად გავიდა 36 წელი ბევრი რამ მოხდა საქართველოში პოზიტიურის და ასევე ბევრი ნეგატიურის და დადგა ზუსტად ეს თვითგამორკვევის ჟამი. და ბატონ დავით, როგორ ფიქრობთ? ეს თვითგამორკვევა დამოკიდებული არის თუ იქნება მხოლოდ გარემო ვითარებაზე თუ ჩვენ შიგნით არა რა თქმა უნდა რა ეს არა ღრმა თემა არის, ამასაც გარკვეულად პოლიტიკური თეოლოგიის კუთხით შეიძლება განხილვა და უნდა წარმოვიდგინოთ პირველ რიგში, რომ თვითგამორკვევა გამოწვევებს გულისხმობ, ძალიან მძიმე გამოწვევები გვაქვს და ქვეყანაში შიგნით ეთყობა რა, რომ თლად ერთსოლოვნებაც არ არის. მიუხედავად იმისა, ძალთა თანხმობა ძალიან დიდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთიანობა არ არის, როგორც ვთქვი. დიახ, აი, მოდით მე როგორ ხედავ ამ საკითხს, ვიყვებით და მე ვიმსჯელოთ. ანუ ჩვენ გავდივართ ძალიან რთულ პროცესს, ამ პროცესს ქვია თავისუფლების სუბლიმაციის პროცესი და რაც გულისხმობთ გეტყვით. არსებობს თავისუფლების ორგვარი გაგება, ხო? ერთი არის ასე ვთქვათ ნეგატიური თავისუფლება რაიმესგან და მეორე არის პოზიტიური გაგება თავისუფლება რაიმესთვის. ხო, ნეგატიური თავისუფლება ეს არის ნაკლებ დამოუკიდებლობის აქტია, რა, როცა შენ რაიმე საგარეო ძალაზე, იმპერიაზე თუ საერთაშორისო კონიუნქტურაზე ამბობ უარს და საკუთარ თავს აცხადებ დამოუკიდებელ სუბიექტად რაიმესგან გათავისუფლდები. მაგრამ იმ წუთასვე, როგორც კი ეს ნეგატიური თავისუფლების აქტი განხორციელდება, დადგები არჩევანის წინაშე. ან რაიმე ძალას კვლავ დაემორჩილო, ან და ამაღლდე, ესე იგი გაიარე სუბლიმაციის გზა და მიხვიდე ამ პოზიტიურ თავისუფლებამდე, ანუ თავისუფლება რისთვის, რაიმესთვის არა და რაიმესთვის და რისთვის არა, ეს კითხვა დაისვას და აქ მოდის უკვე ისტორიული სუბიექტია, მეთქი საქართველოს ისტორიული სამართალ სუბიექტია რა, ისტორიის მუდმივი თანამგზავრი სუბიექტია და ასაკირველია პასუხი ამისი არსებობს საქართველოს ისტორიაში და საქართველოს პოზიტიური თავისუფლება თუ კი რამეში მდგომარეობს, ეს არის ასაკირველია ლიტურგიულობა. კეთილმსახურება რა, ჩვენ მეფეებს მოიხსენიებენ როგორც კეთილმსახურ მეფეებს. ლიტურგიულობა ეს ბერძნული სიტყვაა და საჯარო მსახურებას ნიშნავს სიტყვით და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გავიგოთ როგორც თეოკრატიული პრინციპია რა, ესე იგი საღვთო ღვთისმსახურების გარდა არსებობს საერო ღვთისმსახურება და ეს შესანიშნავად გადმოსცა საქართველოს პატრიარქმა, დიდმა პატრიარქმა ილია მეორემ რა. ამდელზად დაგვიბარა ღმერთი, სამშობლო ადამიანი. კეთილმსახურება ეს არის, უნდა ემსახურო ღმერთს. ეს ამიტომ გჭირდება შენ ეს პოზიტივ თავისუფლება, ამიტომ გჭირდება. ქრისტიანულად არის ასე, რომ თავისუფლება რათა სათნო ექნა ღმერთსა, ეს პავლე მოციქულის სიტყვებია და აქედან გამომდინარეობს ეს, რომ ესე იგი კეთილმსახურება უნდა ემსახურო ღმერთს, უნდა ემსახურო სამშობლოს, უნდა ემსახურო ადამიანს. აი ეს არის თავისუფლება რისთვის? არა მარტო დამოუკიდებელი უნდა იყო გარეშე ძალისგან და უნდა იყო, იმიტომ რომ აუცილებელი პირობაა, იმიტომ რომ ამის გარეშე არავითარი პოზიტიური თავისუფლება თუ შენ ნება, შენ თუ შენ თავი შენად ვერ გეკუთვნის,
რასაკვირველია, ვერავითარ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ და ვერავითარ კეთილმსახურებას ვერ განახორციელებ. მაგრამ აი აქ არის კონფლიქტი, ხო? გარკვეული კონფლიქტი ნეგატიურ და პოზიტიურ თავისუფლებას შორის. ხშირად ხდება ესე, რომ მხოლოდ ნეგატიური თავისუფლების ინაბარა რომ დარჩები და გონია რომ ესე იგი დამოუკიდებელი ხარ, ამ დროს ხდება ხოლმე აი სწორედ ხიფში შესვლა და ის ვითარება, როცა რაიმე ძალას რაც კეთილმსახურებაზე ხელს აგაღებინებს, ემორჩილებ. ეს შეიძლება იყოს შინაგანი ხიბლიც და შეიძლება იყოს გარედან თავსმოხვეული ბოროტი ნებარსა რა. ორივე არის. და რასაკვირველია ამ მდგომარეობაში ვარ და ამ მდგომარეობაში ვიქნებით მუდამ, იმიტომ რომ ეს პროცესი არ სრულდება. თავისუფლების სუბლიმაცია ეს მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება და არ არსებობს სრულყოფილება კეთილმსახურებაში, ხო? ესე იგი საქართველოს რაკნა მე მიმაჩნია რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს სწორედ ეს მოხდა, რომ ორიენტაცია შეიცვალა. შემოაბრუნა, ასე ვთქვათ, ეს ალგორითმულობაში რაც გულისხმობ, რომ არსებობს გარკვეული modus vivendi, მაშინდელი მსოფლიო, აი ვთქვათ ის, რომ ჩვენი კურსი არის ევროკავშირისა და ნატოსკენ, რა. ესე გაქვს რაღაც ალგორითმი და მთელ შენ ქცევას ამ ალგორითმის მიხედვით აგება, რა. მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, რაიმე პოზიტივის მომტანი თუ კეთილმსახურებაზე არ დგას. თუ ეს არ ემსახურება იგივე რაც ილიას მეორე სიტყვებს გავიმეორებ, არ ემსახურება ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს, რა. აი ამ ალგორითმულობასა და აი ამ ლიტურგიულობას შორის კონფლიქტი იყო და ეს კონფლიქტი პრინციპულად გადაწყვიტა 2012 წლის 1 ოქტომბერმა და ამის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა ლიტურგიულობის გზას, ან კეთილმსახურების გზას. ეს არის ქართული გზა, ჭეშმარიტად ქართული გზა, კეთილმსახურების გზა. რასაკვირველია, ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ არის პროცესი, რომელიც ერთჯერადი აქტით სრულდება, რა. ამას სჭირდება მუდმივი განვითარება, მუდმივი სულის შებერვა და ამ ცეცხლის მუდმივად წარება, რა, რომ ესე კეთილმსახურება იყოს ჩვენი ორიენტირი. არა ეს თქვა ტექნოლოგიური სინგულარობა, არა ნატო და ევროკავშირი, რომელიც რასაკვირველია შეიძლება მოგებიანი იყოს ამ კეთილმსახურებისთვის. ან შეიძლება არც იყოს მოგებიანი, გააჩნია რა. კონjunქტურაზეა დამოკიდებული და კონjunქტურული არ უნდა იყოს ჩვენი თავისუფლება. საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. უნდა იყოს დამოკიდებული შინაგან წმენაზე, შინაგან ნებაზე და აი ამ სუვერენულ ნებაზე, რა. და სუვერენული ნება იგივე კარლ შმიდტს რო დაუბრუნდეთ, არის უნარი სუვერენი, მაშინ არის სუვერენი, თუ მას შეუძლია გადაწყვიტოს საგანგებო მდგომარეობა. ესე იგი მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად საგარეო თუ საშინაო პირობებისა, გადაწყვეტილება მიიღოს ისეთი, რომელსაც შეიძლება მისგან სულაც არ ელიან და რომელიც შეიძლება მეწინააღმდეგებო მთლიანად აი ნორმატიულ სისტემას, რომელშიც არის, რა. შეიძლება ასეთი რამეც მოხდეს, იმიტომ რომ ეს საგანგებო, საგამონაკლისო გადაწყვეტილება. აი ამისთვის მზაობა უნდა გქონდეს, ამას ვამბობ. და ბუნებრივია მთავარი პრინციპი არის ეს, ასე ვთქვათ, ლიტურგიული კეთილმსახურების პრინციპი საქართველოსთვის და აქეთკენ უნდა იყოს ორიენტირი. და აი თუ ლაპარაკობთ, ასე ვთქვათ, კონjunქტურულ ალგორითმულ დამოუკიდებლობაზე, ამისი კლასიკური მაგალითია სწორედ 26 მაისის აქტი. და იქ რო წაიკითხოთ ეს, შეიძლება ახლა ვინმეს ზედმეტ კრიტიკად მოეჩვენოს, მაგრამ იქ ნახავთ, ესე იგი საქართველოს დამოუკიდებლობა თავიდან ბოლომდე დასაბუთებული არის საგარეო გარემოებებით. და იმ მთავარი გარემოებით, რომ რუსეთმა ფორსმაჟორული სიტუაციის გამო დიდი რევოლუციის მსვლელობა პირდაპირ ასწერია, ვერ შეძლო საქართველოს გარეშე მტრისგან დაცვა, ანუ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და თითქოს აქედან გამომდინარეობს ის, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოზე თავისი სუვერენიტეტის განხორციელება, თუმცა აქედან გამომდინარე გავხდით ჩვენ სუვერენები.
ეს რასაკვირველი არის მძიმე ფუნდამენტური შეცდომა, ესე იგი რა არის, რომ კონკრეტული მდგომარეობიდან, კონjunქტურიდან გამომდინარე აფუძნებ სუვერენიტეტს, არა? და ეს კონjunქტურა როგორც კი იცვლება, იმ სუვერენიტეტს რომელიც ქვიშაზე დგას, ესე იგი არ დგას მყარ საფუძველზე, ნიადაგი ეცლება, რა და ასეც მოხდა პრაქტიკულად. იმიტომ რომ როცა ეკითხო დასაბუთება 26 მაისის აქტში პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება. კი, მაგრამ რა მოხდება თუ რუსეთმა ეს ფორს-მაჟორული სიტუაცია დაძლია, გამოვიდა ფორს-მაჟორიდან და ისევ მოითხოვა საქართველოსი თავისი უფლებების აღდგენა. ასე ეს პასუხობა რა ამას. რომ მოხდა კიდეც ეს, ხო? ამიტომ იყო ეს. ну კარგი არ გვინდა ახლა ამ ვთქვათ კრიტიკაში დარჩენა მიუხედავად ყველანაირი ნაკლოვარნებისა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შექმნა მთავარია რა მან ასპარეზზე გამოიყვანა სრულად ახალი სრულად ახალი სუვერენული სუბიექტი მისი უდიდებულესობა ქართველი ერი თუმცა მიჩქმალა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც დაკავშირებულია ისტორიული მემკვიდრეობითობასთან საქართველოსთან, რა, იმიტომ რომ საქართველოს სუვერენიტეტი ისტორიულად ეს იყო საქართველოს მეფეთა სუვერენიტეტი და ეს საკითხი ღიად არის დატოვებული და ქართულ ხალხს ეს საკითხი არ გადაუწყვეტია, უბრალოდ ჭხილებში ჩასვა და გაიტანა გარეთ, ასე ვთქვათ. ეს საკითხი გადასაწყვეტია, მაგრამ ახლა ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას. საბოლოოდ ამის თქმა მინდა, რომ ვერ მოახერხა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აი ეს თავისუფლების სუბლიმაციის პროცესის ორგანიზება. და ჩვენი ვალია წარსული აწყობდა მომავალი თავებების წინაშე, რომ ეს ჩვენ უნდა შევძლოთ და მოახერხოთ. თორემ ისტორიის უმობელი განაჩენი არ აღწევდა. აი ეს არის. აი ამ კეთილმსახურებაზე თუ იდგება ქვეყანა, პირველ რიგში მისი ხელისუფლება. ხელისუფლება, ესე იგი, ვისაც უფრო მეტი აქვს პასუხისმგებლობა რა, მერტის წინაშეც, სამშობლოს წინაშეც და ჩვენს წინაშეც. საქართველოს მოქალაქეთა წინაშეც რა. იმათ მეტი პასუხისმგებლობა აქვს და სწორედ კეთილმსახურებით უნდა იყოს მოხსენი, რომ ეს შეძლო. ეს პასუხისმგებლობა აიღო და განახორციელება რა და აი ამაშია მე მგონი და რაც არ უნდა გარეშე ასე ვთქვათ ვითარება იყოს არახელსაყრელი თუ ამაზე დგას ქვეყანა ამ კეთილმსახურების პრინციპზე ისტორია ადასტურებს ამას რომ მას გარეშე მტრისაც არ უნდა ეშინოდეს. ну რასაკვირველია ახლა რაღაცა თითქოს სულად ისეთი რამე ვთქვი რომ გაჩნია რა ესე იგი ძალთა კატასტროფული უთანასწორობა რო არის მაშინ ძალიან რთულია რომ ვთქვათ გადარჩე მაგრამ სწორედ მაგაშია მთელი ისტორიის ვთქვათ გამოცანა საიდუმლოა რა რომ ვითარება არ უნდა მიიყვანო იქამდე შემდგომ კეთილმსახურების ნიჭი და მადლი გაქვს რომ ასეთ ძალთა უთანასწორო ბრძოლაში არ უნდა ჩაება და როგორც თავიდანვე აირიდო. ამას ჭირდება არა მარტო ასე ვთქვათ სურვილი, არამედ ჭირდება კომპეტენცია, ჭირდება სულისმტკიცე, ჭირდება ბევრი სხვა უნარი, რაც რო შევხედოთ, ნელ-ნელა იღვიძებს ქართულ ხალხში და იმედი მაქვს და მიველი რომ საქართველოს ხელისუფლებაც მზად არის ამისთვის. აი ეს მინდა ვთქვა ამ კეთილმსახურების ასე ვთქვათ ორიენტაციაზე მინდა ვიღებდეს. ჩვენი ორიენტაცია ეგ არის. კი ბატონო. დასადაბო იძახიან დასავლური რასაკვირველია. ეს ქრისტიანული ტრადიციიდან მოდის, ქრისტიანული კულტურიდან მოდის, ქრისტიანული ცივილიზაციიდან მოდის ლიტურგიულობა. ქრისტიანული ცივილიზაციის მოგონილია და ამის საპირისპიროდ არსებობს თაყვანისმცემლობა რა, წარმართობა უბრალოდ რო ვთქვა. აი ეს ყველა ასე ვთქვათ იდეოლოგია, რომელიც ამ მოდერნმა მოიტანა. წეღარო ვთქვი, რომ ეს ადამიანს ყავარჯნებად შეუყენეს მეთქი, რომელიც ესე კვარცხლბეკზე რომ ღმერთის ნაცვლად ადამიანი
დასვეს ავარჯნებოთ ეს იდეოლოგიები ქონდა. ყველა ეს იდეოლოგია რასაკვირველია სიმულაკრი არის რელიგიის, ფსევდორელიგია, ასე ვთქვათ და ცხადია, რომ ყველა მათგანი კერპს გულისხმობს, გარკვეულ კერპს გულისხმობს. აი ლიბერალური დემოკრატია რო ავიღოთ, არა, მას გაკერპებული აქვს ადამიანის უფლებები და ნეგატიური თავისუფლებები, არა? და არა პოზიტიური თავისუფლება, იმიტომ რომ ეს კეთილმსახურების გარეშე ეს არ არსებობს და თუ წარმოვიდგეთ ასე, რომ უფლებები კი არ არის მთავარი, ჩვენ ასე გვზრდიდნენ, ხო? ოჯახში ყველა ქართველი ასე იზრდება. პირველ რიგში არის შენი პასუხისმგებლობა და შენი ვალდებულებები, შენ ვალდებული ხარ, ხო? მოყვასის წინაშე, ღმერთის წინაშე, შენი ქვეყნის წინაშე და ასე ამ ვალდებულებებით დატვირთული იზრდებოდა, ხო, ქართველი. და ჩვენი სიძლიერეც ამაზე იდგა რა. კი, რასაკვირველია უფლება გჭირდება შენ იმიტომ, რომ ეს ვალდებულება შეასრულო. და არა თავისთავად არა, ამაშია ეს ლიტურგიულობა. აი ეს ლიბერალური დემოკრატია ამას აღმერთებს, ასე ვთქვათ, კერპს ქმნის ამისგან. ნუ ცხადია კომუნიზმი კლასს პროლეტარიატის კლასს აკერპებს, ხო? ნუ სინამდვილეში ბელად მოდის აქედან. ლიბერალურ დემოკრატიაში კიდე სხვა მატერიალური გამოხატულება აქვს ხოლმე ამ კერპს, არა? და ნუ ნაციზმში, ფაშიზმში რასაკვირველია გაკერპებული არის რასა და სახელმწიფო, რა, ის არის კერპი. რაც არ შეიძლება, რა, ქრისტიანულად ეს მიუღებელია, კი ბატონო. აი ამაზეა, ესე იგი, აი აქავართ. ანუ ესე იგი ეს მეტამოდერნის კრიზისი, რომელშიც შევედით, არა, ეს ფაზური გადასვლის კრიზისია. ეს ბევრ ამასთან არის დაკავშირებული. ინდუსტრიული ცივილიზაცია იცვლება, ეს პოსტინდუსტრიალიზმიც გავიარეთ და უკვე ტექნოლოგიური ცივილიზაცია. ეს გარდაუვალი პროცესია, ტექნოლოგიას ვერაფერი ვერ გააჩერებს, შეუძლებელია ეს. მაგრამ აქ თავარია ის, რომ ესე იგი ალგორითმს კი არ უნდა ემსახუროს ადამიანი, ანუ ხელოვნურ ინტელექტს კი არ უნდა ემსახუროს, არამედ ეს ხელოვნური ინტელექტი უნდა ჩააყენო ლიტურგიულობის სამსახურში, ანუ ამ კეთილმსახურებაში და უნდა გამოიყენო როგორც ინსტრუმენტი. ინსტრუმენტს კი არ უნდა დაექვემდებარო და ინსტრუმენტი კი არ უნდა გაიბატონო, არამედ პირიქით ეს გამოიყენო სწორედ სიკეთისთვის, არა? აი ეს არის ურთულესი ამოცანა და აი მეტამოდერნის კრიზისის გავლა ამით შეიძლება. ანუ ესე იგი კონფლიქტი, რაც ამ ფაზურ გადასვლას ახასიათებს, ეს არის ალგორითმსა და ლიტურგიას შორის კონფლიქტი და აქ ესე ვთქვათ, ის რომ ესე იგი ეს ტექნოლოგია დაივიწყო და ესე იგი ალგორითმზე უარი თქვა და კეთილგონიერებაზე, ეს არც ეს არ გამოვა. ესეც დაღუპვისკენ მივდივართ. გარკვეული სინთეზი უნდა მოხდეს, ოღონდ რასაკვირველია პრიმატი და პრივილეგია აქვს რასაკვირველია კეთილმსახურებას. აი ამისი ვთქვათ სტრატეგიის გამომუშავება დაგჭირდება ჩვენ ამ თავისუფლების სუბლიმაციის გზაზე. აი ამის თქვა მინდა. და როგორც ჩანს ეს 36 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი და რა თქვენ ბრძანეთ და განმარტეთ, შესაძლოა ამას კიდე მრავალი წელი დაჭირდეს, იმიტომ რომ ეს არ არის მართლა ერთი ხელის მოსმით მოსული მოცემულობა. დიახ, მაგრამ ესე იგი იმედს გვიტოვებს ის, რომ საქართველოს აქვს ამ გზაზე წინსვლა. კი, ნელ-ნელა. ამ შემთხვევაში ჩვენ ამას არც დავიწყებდით, ეს რო არ იყოს ჩვენში. რასაკვირველია, რა თქმა უნდა, მაშინ უკვე არც ეს საუბარი შედგებოდა და საქართველოს დამოუკიდებლობაც ისევე დასრულდებოდა, როგორც დასრულდა სამწუხაროდ და საუბედუროდ 1918 წლის დემოკრატიული რესპუბლიკა. რა, აი ეს არის, რომ ესე იგი ჯერჯერობით ჩვენ მიუხედავად უამრავი პრობლემისა, უამრავი გამოწვევისა, შეცდომისა, ამ საერთაშორისო ზეწოლისა, ტურბულენტობისა, გაჭირვებისა, ნუ რასაკვირველია მაინც დგევართ, მაინც ასე ვთქვათ, მყარად ვართ ჩვენს პოზიციებზე და იმედით შევყურებთ მომავალს, მიუხედავად იმისა, რომ რასაკვირველია პრობლემები არც თუ ისე ცოტაა ჩვენს წინაშე, არა და გამოწვევებიც ბევრია. მაინც ესე იგი იმედი, წმენა და სიყვარული არ უნდა დავკარგოთ და
ამაშია გამოსავალი, დიახ. აბსოლუტურად გეთანხმებით. გამოწვევები მართლაც ბევრია, თან საკმაოდ წვავე. გნებავთ ქვეყნის გარეთ, გნებავთ ქვეყნის შიგნით, მაგრამ როგორც თქვენ მძანეთ, მე აბსოლუტურად უერთდები თქვენ პათოს. ეს დრო და ეს ჟამი უნდა გავიაროთ, რომ ქვეყანა შედგეს როგორც სახელმწიფო. ხო, რა ვიცი, ცოტა ესეთი ძალიან პათოსური რო არ გამოგივიდეს ეს ასე ვთქვათ, გამოსვლა, ჭარბი პათოსი შეიძლება ბევრისთვის გამომიზიანებელია, მაგრამ თავი არის ეს, რომ ესე კი ამ კრიზისში არავითარი სხვა რეცეპტი არ არსებობს. მე მას პათოსის გამო არ ვსაუბრობ ამას. საჭირო არის რაღაც ესე კი მყარი ღირებულებების პოვნა, რომელსაც ასე ვთქვათ, დაეყრდნობი, ჩაეჭიდები და ქართველისთვის ეს ყოველთვის იყოს ჯული. ხო? ეს ძალიან ტევადი ტერმინი არის ქართულად დღეს აღარ ვიყენებთ და თუ გამოიყენება რატომღაც ამის რელიგიურ კონოტაციას აძლევს. ჯულის კანონში მივდივართ შემდეგ და ჯული ქართულად არის, ქართულად, ესე ქართული სიტყვა და რას ნიშნავს? ეს არის იგივე, რასაც ბერძნები ეძახიან ჯერ კიდევ პლატონის დროიდან ნომოს, ხო? ეს არის, აი, რომ წარმოვიდგინოთ ერთდროულად თლიანობაში, ეს არის სიმართლე ან ჭეშმარიტება, ეს არის მართალი სამართალი და ეს არის რასაკვირველი სამართლიანობა. ეს სამივე ერთობლიობაში ეს არის ჯული. და ნუ პლატონი როგორ ფიქრობდა, ხო, არსებობს ზეგარდნო ნომოსი, ღვთაებრივი ნომოსი, რომლის გამყენა ხდება დედამიწაზე და ეს სამყაროც ამ ნომოსით იმართება და დედამიწა ამ სამყაროს ნაწილია. დაახლოებით ასე რა, ძალიან უხეშად მოვყევი ეს, მაგრამ ეს არის ხო, ესე იგი ჯულს საქართველო ეკნებოდეს ჯულს და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის მარტო საფრთხოს ჯული, საეროს ჯულიც არის. რო წარმოვიდგინოთ მაგალითად აგერ საქართველოს იურიდიული ფორმულა, რომელიც გიორგი მერჩულესია, ხო, მე-10 საუკუნეში ყველას გახსოვთ არა, ქართულად ფრიადი ქვეყანა აღირიცხების, რომელსაც შინა ჟამი ქართული და ერნითა შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების და ნახეთ აქ რა ლიტურგიული შინაარსი რაშია. აქ არის სამივე ესე თელი ტრიადა, ხო, რაც მე ილიამს ხატავთ, ილია ჭავჭავაძეზე ვსაუბრობ, გაიბეურა რა, ენა მამული სარწმუნოება. ფრიადი ქვეყანა, ეს არის რასაკვირველი მამული, ქართული და ერნითა ეს არის რასაკვირველი ენა და ნუ ქრისტიანობაზე, რწმენაზე საუბარი როცა ამბობს, რომ ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულოს, მაგრამ თავი აქ სწორედ ეს ლიტურგიულობა, ამიტომ რა არის ეს ეროვნული იდენტობა, ესე იგი ტერიტორიული, ენობრივი და სარწმუნოები შენ გინდა, იმიტომ რომ ესე იგი ჟამი შეიწიროს და ლოცვა აღესრულოს, ანუ ლიტურგია შესრულდეს. ანუ ეს არის ტერიტორია, სადაც კეთილმსახურება აღესრულება. რასაკვირველია ქრისტიანული ტერიტორია, რასაკვირველია ქართული ტერიტორია, რასაკვირველია ეს ყველაფერი ქართული ენით ხდება რა და მაგრამ თავი აქ არის ესე იგი ტელეოლოგია ჩანს, მიზანი ჩანს, ანუ რისთვის თავისუფლება რისთვის, აი ამისთვის. აქ არ არის მარტო ესე იგი ნუ შემოვიფარგლებით, რომ ესე იგი ეს გიორგი მერჩული რა არის, მერჩული ქართულად იგივე მესჯულია, ხო? დღევანდელი გაგებით იურისტია რა და ეს იურისტი ეს იურიდიული ფორმულა გახდა. ანუ ეს არის ტერიტორია, რომელსაც თავისი იდენტობა გააჩნია, ტერიტორიული ენობრივი სარწმუნოებრივი და რომელიც არის მოწოდებული როგორც საკუთრებული, სადაც კეთილმსახურება აღესრულება, არა მარტო საფრთხო, არამედ საეროც კაც. სამართალი მარტო საფრთხო ხო არ არის, მეფეა და ხელისუფლებაა და ადამიანთა შორის, ასე ვთქვათ, სოციალური ურთიერთობებია და ყველანაირი ურთიერთობა არის რომელიც არ იკეტება მხოლოდ ასე ვთქვათ ღვთისმსახურებით რა. აქ არის ხელოსნობა, აქ არის სოფლის მეურნეობა, აქ არის რა ვიცი, ბავშვების აღზრდა, ყველაფერია, სპორტიც თუ გნებავთ, ნუ ყველაფერი რა, რაც კი ადამიანის ცხოვრების სისავსეს სჭირდება რა. და აი ეს კეთილმსახურების პრინციპით უნდა იყოს ეს ყველაფერი გამოსჭრელებული. აი ეს არის, რომის თქმა უნდა. ძალიან კარგი. არის მეტამოდერნის კრიზისის დაძლევის, ასე ვთქვათ,
მიმართულება. ბატონ დავით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. არ ვიცი მაყურებელ თუ არ დავყალე ამ არა, რა ვზანებთ? ჩარბი პატრის. რა ვზანებთ თქვენ საკმარისი აუდიტორია ყავთ და მეც მოხარული ვარ, რომ მეც აი ჩემს პლატფორმაზე თქვენ მოგიწვიეთ და თქვენი აზრი, ანალიზი და ისა, ბატონ დავით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ძალიან ბევრ თემაზე მსურს თქვენთან საუბარი და პერიოდულად რომ შეგეხმიანოთ ხოლმე. დიდი სიამოვნებით, მე მაგალითად მინდა ხელოვნურ ინტელექტს დაუთმო ცალკე ერთი გადაცემა ფსევდოღირებულებებს, აი ბაალის თაყვანისცემა, როგორ ჯდება აი ამ ხელოვნური ინტელექტის საერთო ჩარჩოში და ეს რამხელად სტუნება მით უმეტეს ახალგაზრდაობისთვის, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რადგან ამიტომ და აი ამ თემების გაშლა მსურს. ბუნებრივია ერთ გადაცემაში არ ჩაეტევა და ამიტომაც აი ესე პერმანენტულად რომ ვისაუბროთ მე და თქვენ. და რა თქმა უნდა პოლიტიკასაც ვერ აუვლით და ბევრი საჭირო თემა დაგროვდება ალბათ უფრო და უფრო და ესეც რომ განვიხილოთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით მოხარული ვიქნები ყოველთვის თუ რამე შემიძლია. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, გემშვიდობებით ხოლო დროებით, მომავალ შეხვედრამდე ბატონ დავით. წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ჩვენს ქვეყანას.